ძველი ტელეფონი, ძველი ხმები, ძველი გემო, ძველი ფერი, ძველი სურნელი, ძველი ჰანგები და აწმყოზე მომართული ძველი რადიო. რადიო იმედის ეთერშია ძველი რადიო ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. ძველი რადიო. ეთერში დაგიბრუნდით, მართლაც არაჩვეულებრივ სტუმართან ერთად. ნინა თიბილაშვილი, ჩვენი პარამოფარიკავე, ნინას იცნობს მთელი საქართველო და არა მარტო მთელი საქართველო, მთელი მსოფლიო. ეს არის ადამიანი, რომელმაც არაერთი გამარჯვება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ის არის პარალიმპიადის ორჯერ გამარჯვებული, ანუ ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელი. არაერთ გზის მსოფლიო თასის მფლობელი. კი ბატონო, და ასევე არაერთ გზის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონების ვერცხლის პრიზორი. მოკლედ, მადლობის მეტი რა გვეთქმის ამ ყველაფრისთვის და მადლობა იმისთვის, რომ დღეს ჩვენი სტუმარი ნინა, ორმესი მადლობა და ჩემთვის ძალიან პატივია თქვენი მოწვევა და თქვენი მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში და მართლა მადლობა მინდა გითხრათ ყველა გულშემატკივრის სახელით იმ სიამოვნებისთვის, რასაც თქვენ და თქვენი გუნდი გვანიჭებთ ხოლმე, თქვენი გამარჯვებით და საქართველოს სახელის აი ესე წარმოჩენით. ამისთვის მართლა დიდი მადლობა, თუმცა დღეს როგორც ნინო აღნიშნა, აბსოლუტურად სხვა ნინა თიბილაშვილს გავიცნობ და ჩვენ ამ გადაცემას აქვს ეს ამის ფუნქციონების საშუალება. და ნუ შენ დაიწყე. რაც შეეხება პარამოფარიკავეს ნინა თიბილაშვილს ყველა იცნობს, თუმცა რაც შეეხება შემოქმედ ნინა თიბილაშვილს, მაინც საზოგადოების რაღაცა მცირედი ნაწილი იცნობს. იქიდან გამომდინარე, რომ რა თქმა უნდა, სულ აქცენტი არის როგორც პარასპორტსმენზე და მის წარმატებებზე. თუმცა ნინა საუბრისას მითხრა, რომ ანუ ორი ადამიანი ცხოვრობს ჩემშიო, ეს არის შემოქმედი ნინა და ეს არის პარამოფარიკავე პარასპორტსმენი თუ პირიქით პარასპორტსმენი და შემოქმედი. დიდი ეჭვმა რომ ორივე ერთმანეს არ უშლის ხელს. არ უშლის კი არა ერთმანეთს ეხმარება და ამაზე ნინა გესაუბრება და მას გეტყვით რომ დასაწყისშივე და საწყისში იყო რა თქმა უნდა სამხატვრო აკადემია, არქიტექტურული ფაკულტეტი, არქიტექტურის ფაკულტეტი და შემდეგ უკვე დაიწყო სპორტი. ნინა და მე მგონი უპრიანი იქნება რომ თავად გვესაუბრო. ხო და როგორ დაიწყო სპორტი მე მაინტერესებს მაინც. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, გულშემატკივრობისთვის, ძალიან მიხარია რომ დღეს ასეთ არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად ვარ. რაც შეეხება საკუთარ თავს. ცოტა რაღაცნაირად მერიდება ხოლმე საკუთარ თავზე საუბარი. ხო, არქიტექტურა და სპორტი. ეს ორი ცხოვრებისეული ახალი ეტაპი და გამოწვევა ჩემს ცხოვრებაში ერთდროულად დაიწყო ზუსტად და იმ პერიოდში ვფიქრობდი რომ ჩემი პროფესია, მთავარი პროფესია იქნებოდა არქიტექტურა, ხოლო სპორტი იქნებოდა ჩემთვის ახალი გამოწვევა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, როგორც უკვე ვიცით, ჩვენ ვართ პარასპორტსმენები, შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ვართ სპორტსმენები. ეს ჩემთვის იდეურად იმდენად რაღაც სხვა ეტაპი იყო, რომ ჩემ დაუნებურად მაქსიმალურად ძალიან ჩავერთე ამ ყველაფერში და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის მინდოდა დამერწმუნებინა, რომ ნინა შენ ყველაფერი შეგიძლია და შემდეგ უკვე საზოგადოებისთვის, რომ ეს ჩარჩოები, ეს შეხედულებები არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოგონილი და მართლაც ადამიანის შესაძლებლობა არის უსაზღვრო. ამიტომაც სპორტმა გადაწონა ყველაფერი და არქიტექტურა რაღაცნაირად უკან მოვიტოვე და დღეს უკვე იცით რა დროის უქოლობის გამო რადგან მუდმივად შეჯიბრებებზე ვიმყოფებოდით, მე ვერ მივიღე შესაბამისი ცოდნა არქიტექტურის განხრით. ამიტომ დღეს მე ვფიქრობ, რომ არ მაქვს უფლება ავიღო ეს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ამ უცოდინრობის ფონზე შეიძლება ისეთი რაღაც პატარა შეცდომამ ადამიანი დააზარალოს, ამიტომ ვაკეთებ იმას, რაც ვიცი სპორტი. თან ჩავერთვები, სანამ თუმცას გააგრძელებ, როგორც პარასპორტსმენს ისეთი გამოცდილება გაქვს და ისეთი პასუხისმგებლობის გზნობა, რომ რა თქმა უნდა, რასაც აკეთებ, იმაში 100%-ით უნდა იყო დარწმუნებული და ის 100%-ით უნდა იცოდე. ოღონდ ნახე, ეს კარგი რაც შეეხება არქიტექტურას. და რაც შეეხება თანამედროვე არტს, მე შენი ნამუშევრები ნანახი მაქვს და მართლაც საოცარია, ამას თავად გვიამბობ და კიდევ ერთი, შენი ფრაზა ძალიან კარგად ჩავიბეჭდე მეხსიერებაში, რომ შენ როდესაც ფარიკაობ, ანუ
ხმალი შენთვის ხმალს უყურებ რაღაც შემოქმედებით. რა საინტერესოა ეგ მე არ ვიცი. ეს არის ძალიან საინტერესო და აი ამ კუთხით მინდა რომ გავაგრძელოთ საუბარი. შემოქმედებითად რას გულისხმობთ? ნახეთ რას გულისხმობთ? ანუ მარტო გულისხმობ. სპორტი არ არის ხო ამ დროს ხმალი? კი, ანუ ჩემში რაღაცნაირად ყოველთვის გცნობ რომ ცხოვრობს ორი პიროვნება, შემოქმედი და როგორც სპორტსმენი. როდესაც ვარჯიშზე მიდიხარ და ეს ვარჯიში არის ყოველდღიური, შენს პრობლემებს უკან ტოვებ. ყოველ დღე არ ხარ ვარჯიშის ხასიათზე, მაგრამ უნდა ივარჯიშო, რადგან ასეა საჭირო. ხო, ხელოვნებაში სწორედ ამ ეს ცუდატყოფნა, ეს ემოციური მდგომარეობა გადმოგვაქვს. შესაბამისად, სახლში, როდესაც ვხატავ, ამ სულიერ კარგ თუ ცუდ მდგომარეობას გადმომაქვს ვიცლები აქედან და შემდეგ უკვე სპორტში მივდივარ სრულიად დაცარიელებული ემოციებით და იქ მხოლოდ კარგი ემოციებით ვივსები. და ეს თვითონ ფარიკაობა რატომ არის ჩემთვის ხელოვნება. ეს რაღაცნაირი ჯერ თვითონ ფორმები, როგორი ლამაზია და ხელოვნება ხომ თავისთავად სილამაზეს წარმოადგენს და ეს სპორტი ხო ჩემთვის ნამდვილად ხელოვნებაა, რადგან ეს მიხრა-მოხრა, ხელის მოძრაობა, ასევე შეჯიბრის დროს ხშირად მაქვს ხოლმე მომენტი, რომ შეჯიბრის წინ ვუსმენ რაღაც კონკრეტულ მელოდიას და შემდეგ ამ მელოდიის ფონზე თითქოს აი ფილმივით არის ეს ბრძოლის მეტოქეს გააჩნია, რას უსმენთ თუ მეტოქეს გააჩნია, რას უსმენთ თუ აი თუ ერთი აღშენებული მელოდია. იცით რა, თავარი მეტოქე მაინც შენ თვითონ ხარ საკუთარი თავის. და ამ შემთხვევაში სუსტი და ძლიერი მეტოქე არ არსებობს, რადგან თუ წამიერად სუსტზე ჩათვალე, რომ ის სუსტია, სწორედ მაშინ მარცხდები, რადგან საკუთარი თავი სხვანაირად გმართავს შემდეგ. და შემოქმედებითი კუთხით უყურებ ყველაფერს და როგორც მივხვდი, შემოქმედება გეხმარება სპორტში და სპორტი გეხმარება შემოქმედებაში. ორი ადამიანი, თუმცა ერთში ერთიანდება და ეს ერთი არის არაჩვეულებრივი ნინა ტიბილაშვილი. ეხლა რაც შეეხება, მოდი თანამედროვე არც, ხო? ძალიან საინტერესო აკრილში მუშაობ, გარდა ამისა, მარკერებით ხატავ ტანსაცმელზე, ხატავ კარადებზე, ხატავ ფეხსაცმელზე. ხო, ეს არის თანამედროვე არტი, ხო და აი ამ მიმართულებით რომ გვესაუბრე, იცი რას ველოდები, რომ მოფარიკავესაც დახატავ. აი შენ თავს. ახლა სალამაზი იქნება. მუზარად. რატომაც არა. კი. ხო, თანამედროვე რატო თქვენ ცალკე ვისაუბრეთ და მაშინაც აღვნიშნე, რომ ჩემს ნამუშევრებში ვფიქრობ, რომ მთავარი არის იდეა და არა შესრულების ხარისხი. მე ნამდვილად ვერ დავჩემზე ტექნიკა. ეს ძალიან საინტერესოა. როდესაც ჩემზე ამბობენ მხატვარი, ნამდვილად ვერ ვიბრალებ ხოლმე ამ ყველაფერს, რადგან მხატვარი ჩემთვის მაინც უფრო რომელიც აკადემიურად ხატავს, რომელმაც ზუსტად იცის შესრულების ტექნიკა. ამ ყველაფერს შემოქმედი ხო, არტისტი არ ხო, შემოქმედი ჯობია. ამ ყველაფერს ნამდვილად ვერ დავიბრალებ, იმიტომ რომ მე არ შემიძლია აკადემიურად ხატვა. უფრო მეტიც, როდესაც სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი და იქ ფერწერის გაკვეთილებიც ჰქონდა, ფერწერის ლექტორი, რაღაცა ცოტა ესე პირდაპირ ვერ მეუბნებოდა, მაგრამ ირიბად რომ იცი რა, ეს ფერები მაინც შენებურად გამოგდის და არ არის სწორი. ასე რომ ხო, მგონია რომ ჩემი ნამუშევრები არის უფრო მეტად რაღაცნაირად სულის გამოძახილი, შეიძლება ესე დავარქვათ. ნინა, თქვენ ახსენეთ იდეა მთავარი და ეს იდეა რას გულისხმობთ? ანუ თემას, ანუ უკვე იცით რა უნდა გააკეთოთ თუ ზოგადად ამ პროცესში მერე განხორციელების პროცესში უფრო ყალიბდება ეს იდეაც და იმ პროცესში, როდესაც ხატვას ვიწყებ, ასე თუ ისე ვიცი ბოლოს რა გამოვა, მაგრამ თვითონ იდეა საიდანაც მოდის, ეს არის ყოველდღიურობა. აი მაგალითად შეიძლება მანქანით მივდიოდე და გზიდან დავინახო ადამიანი, რომელშიც აშკარად ტკივილი იგრძნობა, ან პირიქით სიხარული და შემდეგ იმან წარმოშვას ჩემში ეს ემოციური მდგომარეობა და სახლში რომ მივიდე, აი მოდი ეხლა აი ამას ჩემს ნამუშევრებში რაღაცნაირად გამოვხატავ და ასე თუ ისე აი მაგ მომენტში ვიცი ხოლმე ბოლოს რა შეიძლება გამოვიდეს, თუმცა იდეა ხო ყოველდღიურობაში იბადება. რა შეიძლება კედლის მხატვრობას? კედლის მხატვრობაში უფრო მეტად
კედლის ხატრობა უფრო სხვა რაღაც არის. მან სულიერი მდგომარეობა არა, მან უფრო სილამაზე, უფრო რაღაცნაირად მცენარეები, ცხოველები, რაღაც ფორმები. რაც შეიძლება კედლის ხატრობაში, სახლს რა შეიძლება მოუხდეს. უფრო მაგ ხა მან რაღაცა სულიერი ტკივილი რო დახატო მაგ დროს კედელზე, ცოტა უცნაური იქნება, ამიტომ აქვს თანამედროვე არტისტებს სოფლიოში, კედლის მხატვრობაშიც ეს თავის სულიერი ტკივილი გადმოტანილი. გააჩნია ალბათ ვინ როგორ აზგზნობს, რას ხედავს. მაგიტომაც კი ხელოვნება არის ძალიან ფართო რაღაც, რასაც ვერ შევაფასებ სწორი არა სწორი. სულიებაში ადამიანი და ფაქტიურად ესე გამოდის და რაუდენ მართლა პარადოქსული არა, მაგრამ მართლაც როგორ ეხმარება ის დისციპლინა, რომელიც აუცილებელია, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე იყო, რაც არ უნდა არ გინდოდეს, უნდა გააკეთო, მაგრამ ამ უნდაში მარტო ის კი არ არის, იმიტომ რომ ამ უნდას უკან უამრავი ადამიანია, ვინც შენ გელოდება, ვისაც შენი იმედი აქვს და ვინც შენს ამ წარმატებაში დიდი წვლილი ჩადო, მესმის ამის და როგორი საინტერესო ტანდემი შენ გიყვარს ეს სიტყვა ხოლმე, შემოქმედება და სპორტი ამ შემთხვევაში, დისციპლინა გაძლევს უნარს, რომ ის იდეა მოიძიო და განახორციელო ის და მუდმივ ფორმაში იქნება ალბათ, ხო? ხო, ძალიან სწორად აღნიშნეთ, იმიტომ რომ შეჯიბრზე მით უმეტეს ფარიკაობა მე ასე ვთვლი, ჩვენი სპორტის სახეობა იგებ ტვინიდან, გონებიდან და არა ფიზიკურადაც რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მეტწილად გონებრივად. ამიტომ ძალიან აუცილებელია ამ დროს იყო მშვიდად. და მე ამ სიმშვიდეს ხო რაღაცნაირად ხელოვნებაში ვპოულობ და ეს გადმოგვიცლები და შემდეგ უკვე გადმომაქვს. ახლა რა გამახსენდა იცი ადრე რაღაც დაინტერესებული ვიყავი ბუსიდოთი და იაპონელ ავტორებს კითხულობდი და იქ ყველაზე მთავარი ბოდიშეთ გადაუხვია ფარიკაობაში რა იყო რომ არ იფიქრო. ანუ არ იფიქრო წაგებაზე, არ იფიქრო მოგებაზე, იფიქრო არ იფიქრო საერთოდ, კონკრეტული მოძრაობა მოხდა, მეტოქის ფრიდან შენ კონკრეტულად დახვდი და ამის გაკეთება თუ არა ხარ მშვიდად, თუ არა ხარ მე მართლა ჩემი ძალიან დიდი კომპლიმენტები თქვენ ყველას, იმიტომ რომ თქვენ საოცარ ამ ბუსიდოს ელემენტი შეიძლება ითქვას ახლა ცოტა ჟარგონაზე დაჭერილი გაქვთ და ამას ახორციელებთ ცხოვრებაში. საინტერესო რამ თქვი და სხვა შორის არა მარტო ნინასგან, ირმასგან, გვანცასგან ეს გაგებულიც მაქვს, რომ ნახე ისინი როდესაც ფარიკაობენ, თავარია იფარიკავენ ლამაზად და მაგას მესხის ამას ეუბნება, ხო, რომ პროფესიონალიზმი სწორედ ამ რომ ლამაზადში იგულისხმება ყველაფერი, ანუ მართებული ტაქტიკა, ლამაზად ფარიკავება და არა ის რომ მაინდა-მაინც უნდა მოვიგო. როგორც კი ესეც ხელოვნება, მოდი ესე ვთქვა. მე მგონი ასეა, ხო? მე ასე ვიცი ყოველ შემთხვევაში თქვენგან. მოკლედ სპორტსმენის გარდა ხელოვანი ხართ ყველანი, ვინც პარასპორტის ამ სახეობით ხარ დაკავებული და თან პარალელურად ახლა რა კუთხით მე ჩიტმავი მომიტანა რომ თქვენ რაღაც დიზაინსაც აპირებთ, ხო? დიზაინერობა უნდა და კერვასაც აპირებთ. კი, ხო, დაინტერესებული. კი, რაღაცნაირად ესე კონკრეტულად ერთი რაღაც ჯერჯერობით ვერ აღმოვაჩინა ჩემში რაღაც მინდა რომ ყველაფერს შევეჭიდო, მაგრამ პირველად ვიტყვი რომ ჩემი ძალიან დიდი ოცნებაა მქონდეს არტ-ბარი. და მაინც არტ-ბარი და რა თქვა მხოლოდ გალერეა, იმიტომ რომ არტ-ბარში იქნება როგორც ჩემი ნამუშევრები და ჩემი ისტორია, ასევე არტ-ბარში შეიქმნება სხვა ადამიანების ისტორია. რა საინტერესო. ანუ შევისემ ამ ადამიანებს იმის საშუალებას, რომ იქვე თავის ისტორია დაწერონ, მოდი ასე ვთქვათ. კი, ეს კი შეიძლება რაღაცა კონკრეტული კედელიც იყოს ამისთვის გამოყოფილი და ასევე აქ იქნება ადამიანების ერთმანეთში ურთიერთობა, ბარი, სადაც ახალი ისტორიები დაიბადება და ასევე მინდა რომ რაღაცა გამოყოფილი იყოს ოთახი, სადაც ჩემი ნამუშევრები იქნება, ადამიანები ამას დაათვალიერებენ და ვისაც სურვილი ექნება შეიძენენ. ნინო, ჩვენს ეთერში არაერთხელ გაჟღერებულა იდეა, რომელიც პირველად გააჟღერეს ხოლმე და მინდა ვთქვა ნინო დამეთანხმება რომ ძალიან ეს იდეები ძალიან წარმატებულად განხორციელდება, ასე რომ ჩათვალე რომ ჩანაფიქრს ალბათ მიეცემა რეალიზაციის საშუალება და იქნება ყველაფერი კარგად. უბრალოდ ყველაფერს ალბათ თავისი დრო აქვს და რაც შეეხება ისევ შემოქმედებას მინდა დაუბრუნდე.
ძალიან დიდი დრომი აქვს ამ ყველაფერს, ხო? ნუ ვინც ასე თუ ისე ერკვევა, ეგ მხატვრობა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა ეს თანამედროვე არტია თუ ანუ რომელი მიმართულება და ვინც თან სპორტთან ახლოს არის და რამხელა ფიზიკური დატვირთვა ეს და ამ ჩვენს არაჩვეულებრივ გოგონებს ესეთი მედლები რო ჩამოაქვთ ეს ამის ზურგს უკან ძალიან დიდი შრომა მთელი გუნდის როგორ ათავსებ ამ ყველაფერს ერთმანეთთან როდის აი სულ მაინტერესებს ყოველდღე ვარჯიშობ საათობით მიდიხარ ჩეკრებებზე მიდიხარ ტურნირებზე ხო უნდა დაიძინოს და როდის არა სხვათა შორის აი დილიდან თქვათ 11 საათიდან 6-მდე ეს დრო ეკუთვნის ვარჯიშს ოშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შემდეგ ნუ სახლში მოსვლის შემდეგ გჭირდება დასვენება რაღაცნაირად და მე მეორე თავისუფალი დრო მაინც მრჩება კი, აი ვთქვათ რაღაცა 6-დან 8-მდე შეგეძლია დაისვო, მაგრამ 8-დან 11-მდე ხო გაქვს ისევ დრო. თავარია მონდომება ადამიანმა მოინდომოს და რაღაცის შექმნის სურვილი კონდეს. ნუ ეს რაც ეს თან ეს ხო შეკითხვა შეიძლება, ანუ თქვენ აი ციგნის აი ხო არის ხოლმე რაღაცა გინდა დაისვენ ან მუსიკას მოусმენ ან ციგნი ან ფილმი ნახო აი თქვენ რას აგინჩებთ ხოლმე უპირატესობას? მე უფრო ფილმები და სხვათა შორის ძალიან მიყვარს ისტორიული ფილმები, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ფილმები, იმიტომ რომ ძალიან მიზიდავს ადამიანის ფსიქოლოგია და მაინტერესებს, აი ვთქვათ, სპორტული განხრით. ძალიან ბევრი ფილმი არსებობს და მაინტერესებს როგორ მიდიან და როგორ ლახავენ რაღაც ეტაპებს ადამიანები და უფრო მეტად ფილმები. ეს კი აუცილებლად. და მაშინ მოდი აი სიტყვა მოიტანა და შეგეკითხები ეტაპები ხო იმისთვის რომ ამ ხელა წარმატებას მიაღწიო ძალიან ბევრი ეტაპი უნდა გაიარო ეს ერთ დღეში არ ხდება. რა თქმა უნდა. და შენ როგორ გაიარე? რა თქმა უნდა ეხა ამ პასუხს ძალიან დიდი დრო უნდა და შეიძლება ერთი გადაცემაც არ იყოს, თუმცა რაღაც გარკვეული შენეული ფორმულა ხო არის. და აი ძალიან ბევრი გვისმენს ფართო აუდიტორია კოსმენელის მაყურებლის ახალგაზრდები მით უმეტეს და აი რთული ეტაპი აქვს გადასალახი როგორ გადალახონ არ აქვს მნიშვნელობა ეს სპორტსმენი იქნება ვინ იქნება ნებისმიერ დარგის წარმომადგენელი პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა უსმენ ნუ ჩემი შემთხვევა კიდე განსხვავებული იყო ხა მე რადგან დაბადებიდან მაქვს კი ბატონო ფიზიკურად სხვა მდგომარეობა ყოველთვის რაღაცის დამტკიცებაში ვიყავი საზოგადოებისთვის. და ეს იდეა რომ მე სპორტსმენი შეიძლება ყოფილიყავი, ეს იდეა უკვე ჩემთვის იყო რაღაც ძალიან შთამბეჭდავი, რაღაც ძალიან დიდი გამოწვევა. და მე იმდენად მქონდა თავიდანვე იმის სურვილი რომ პირველ რიგში მე შევიცვალე ძალიან, როდესაც სპორტში აღმოჩნდი. აქაც ფილმებმა ხარი იმოქმედა ამ გადაწყვეტილების მიღებაში. არა, ეს აქ ჩემი მწვრთნელი მოვიდა ჩემამდე პირდაპირ მომკიდა ხელი და მიმიყვანა. ანუ დაინახა თქვენში პოტენციალი. მახასმესხის დიდი დამსახურება. კი, მახასმესხის ძალიან დიდი დამსახურება. და მოვიკითხავთ სიყვარულით. სიამოვნებით. დიახ, და აი ამ ყველაფერმა შემდეგ უკვე ჩემშიც მოხდა რაღაც გარდატეხა, ნუ როგორ ვიყავი მანამდე, როდესაც ვცდილობდი რომ ასე თუ ისე დამემალა ეს მდგომარეობა, ახლა პირიქით მაქსიმალურად ვცდილობ რომ მაქსიმალურად სააშკაროზე გამოვიტანო, რადგან ადამიანებს ვუთხრა რომ საერთო ჯამში და გადავუხურე შემოქმედებას და სხვაგან წავედი, მაგრამ ეს ყველაფერი შემოქმედებასთან კავშირშია თან. საერთო ჯამში რას მივხვდი? ნუ ძალიან არ მიყვარს როცა სამბობე შეზღუდული შესრულებები არ არსებობს. პირიქით, ანუ მე არსებობს. კი, როგორ არსებობს. როგორ არსებობს. როგორ არსებობს, რა თქმა უნდა. მაგრამ მე პირადად ამ სიტყვას შევცვლიდი და რატომ? ასე თუ ისე ყველა ხომ შეზღუდული შესრულების მქონე პირები ვართ, იმიტომ რომ მე ვთქვათ შემიძლია ხატვა. ნინოს არ შეუძლია ხატვა, მაგრამ სხვა რაღაც ისნიჭი აქვს. არ ჩვენ არ გვისაუბრია. შემიძლია ფარიკავა, მე არ შემიძლია ფრენა, მე შინია სიმაღლე. შესაბამისად, აბსოლუტურად ყველა ადამიანია შეზღუდული შესრულების მქონე პირი. ამიტომ თვითონ ამ სიტყვას შევცვლიდი. მაგრამ რა თქმა უნდა არსებობენ განსხვავებული, ჩემ შემთხვევაში განსხვავებული ფიზიკური მდგომარეობის ადამიანები, მაგრამ ეს ჩემ შესაძლებლობებს ხელს არ უშლის.
ნამდვილად ძალიან საინტერესო აქცენტი გააკეთე და რაც შეეხება ისევ შემოქმედებას მინდა დავუბრუნდე რომ შენი საუბრიდან გამომდინარე და შენი ზოგადი ისტორიიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ სწორედ ის შემოქმედებას დაგეხმარა იმაში რომ შენი შესაძლებლობა კიდევ უფრო გაგეფართოვებინა, გაგემჟღავნებინა და ეს ერთ-ერთი მოტივაციაც იყო და სტიმული. ჩემი შემოქმედება დღემდე არის ჩემი სულის მკურნალი. და ეს პასუხი იმ ადამიანებს მიშა ვინც რთულად გადიან რაღაც გარკვეულ ეტაპებში ჩვენც რამდენი ეტაპი გაგვივლია ხო? რა თქმა უნდა იპონო, მოდი ასე ვთქვათ, სულის გასაღები, ხო? იმიტომ რომ ყველა კარის გაღება შეიძლება, მთავარია გასაღები კარგად და სწორად მოარგო. და მთავარი სურვილი კონდეს ამის ნინაშეს ესე მნიშვნელოვანია, სურვილი თუ არ გაქვს. აი თქვენ პარალიმპიელები, როდესაც თქვენთან აი საოცარი მაგალითი ხართ იმისა, რომ შეუძლებელი არ არსებობს, რომ შეგიძლია, ყველაფერი შეგიძლია თუ სურვილი გაქვს და გინდა შენ აუცილებლად მიაღწევა შენს სურვილს და რა თქმა უნდა მის უკან დგას დიდი შრომა, მაგრამ ეს მოტივაცია არის მთავარი მე ვფიქრობ და აი თქვენ კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა მისთვის რომ ესეთ მაგალითს აძლევთ, ყველას მათ შორის მეც. როდესაც რთული სიტუაცია მე ვთქვი აი ამ თუ შეძლო მე რა როგორ შეიძლება რომ მე ეს არ გავაკეთო ხდებით რომ სწორად გამი და რაღაცნაირად შეიძლება თქვენი საქციელით უკვე ფთაშესმული ადამიანმა შეიძლება ესეთი რაღაცა გაქვს სვისთვის გახდეს მაგალითი ამიტომ გარდა იმისა რომ თქვენ ესე ასახელებთ საქართველოს თქვენ ძალიან ბევრ ადამიანს აძლევთ აი კიდევ ერთხელ იმეც რომ შეუძლებელი არაფერია. კი ბატონო და რაც შეეხება სტიმულს და მოტივაციას ვისაუბრეთ და ისევ მთავარ თემას დღევანდელი ეთერის უნდა დავუბრუნდე ნინა თიბილაშვილი შემოქმედი ესე გავაცანით დღეს ჩვენს მენელს და მაყურებელს ნინა სამომავლო გეგმებზე ამ მიმართულებით კერვაზე გავჩერდით პასუხი არ გამეცი. სამაგერდისეთ საიდუმლო გათქვა რომ არტბარი უნდა გახსნას და გახსნას. ძალიან კარგი და აუცილებლად გესტუმრები, რა თქმა უნდა და მეც შევეცდები რომ რაღაც შემოქმედები ჭრილში, ხო, ხატვის რა მოგახსენო, მაგრამ შემიძლია ცეკვა, სიმღერა და ლექსების კითხვა და ასე შემდეგ და კერვა. იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და შენ ისეთი თვალი გაქვს რომ ფიქრობ ძალიან საინტერესო 60-ია ხო საუბარი? კი, 60-ზე და სხვათა შორის აი ძალიან რომ არ ავიბნე ამ თემებში, რაღაცა ერთი ხაზი მინდა ავირჩიო და ისევ აი შემოქმედება და სპორტი ერთად გავაერთიანო და ანუ ჩვენ რეალურად აი ფორმებიც კი ჩვენივე შეკერილი ფორმები, ჩვენივე დიზაინის არ გვაქვს. გულისხმობ ნაკრების ფორმას და იქნებ სპეციალურად საქართველოს კონდეს თავისი ხაზი, თავისი, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ელემენტები გვაქვს ჩვენ. და თბილაშვილის ხაზი. რატომაც იგივე აი ვთქვათ, ჩოხის ელემენტები ან რაღაცა შეგვიძლია ეს სპორტულადაც რაღაც მხრივ რაღაც ელემენტები ჩავსვათ გამოვიყენოთ. ეს ყველაფერი შეიძლება ისე შეკრათ ან შენი მხატვრული თვალით შემოქმედებით. კი, იმიტომ რომ აი შორიდანვე შეჯიბს, როდესაც იმყოფები, აი შორიდანვე ყველამ დაინახოს და იცნოს, რომ აი ეს არის ქართველი. აი ისედაც გიცნობენ. გამოდიხარ უკვე ეგრევე ხდებია ვისთან აქვს საქმე, მაგრამ აბსოლუტურად გეთანხმებით ძალიან საინტერესო რამე შექმნა შეიძლება და ფიქრობ რომ იფიქრეთ ამაზე. და იქნებ გამოგივიდეთ. იცი რა, რადგან ფიქრობს? კი. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოვა ეს, თუმცა ნინა ხო ესეა, ყველაფერს თავის დრო აქვს. და რა თქმა უნდა ამ თემასაც უნდა შევეხოთ 2025 წლის ტურნირები იწყება. პირველ ტურნირზე მიემგზავრებით ახლა 17 ფებრუარს მსოფლიო თასია. და ამხელა გამარჯვების შემდეგ პარალიმპიადაზე ორჯერ რომ მაღალი სინჯის მედალს მოიპოვებ, ეს ძალიან დიდი ამბავია, ხო? მე ცოტა მოშვებულობის პერიოდი ხო არ იწყება და ან უკვე მწყობრში ხართ? იმისთვის რომ ისევ და ისევ მედლებით დაგვიბრუნდეთ. და შემდეგი პარალიმპიადისთვის უკვე მზადება იწყება, რა თქმა უნდა. ჩვენ ზოგადად მეც ჩემი გუნდის წევრებსაც გვაქვს ასეთი იდეოლოგია, რომ არსულით არ უნდა ვიცხოვროთ, ანუ ერთხელ როდესაც გავიმარჯვებთ, ის იქ რჩება. დამთავრდა. თუ მაგით გააგრძელებ, რომ აიცი რა შენ იქ მოიგე, ჩათვალე შემდეგ შეჯობს ვერ მოიგებ.
არ ცხოვრებაში ასეა. ცხოვრებაში ასეა კი, მაგრამ სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ის გამარჯვება რჩება იქ, всё. უკვე ახალი იწყება. შენ ანუ ახალი შედეგით უკვე ახალი სპორტს არა, მოიცა რაღაცა სხვანაირად მინდოდა დამელაგებინა ეს აზრი. ანუ ხო, ან ვერ იცხოვრებს, სპორტსმენი ვერ იცხოვრებს მხოლოდ და მხოლოდ თავისი ისტორიით. ანუ ეგეც გაქრება. თუ ყოველთვის არ, ხო, თუ ყოველთვის არ გაუმჯობესა ეგ უბრალოდ გაქრება. გეთანხმები ამაში და არა მარტო სპორტში, ყველა სფეროში ასეა, მე მგონი. იმიტომ რომ ყოველი ახალი დღე სიახლის მომტანია და კი ბატონო, ამ ხელა შედეგი დაიდო, მაგრამ ესეც არის, რომ ნახე ფსიქოლოგიურად ყველა ელოდება უკვე მაღალ შედეგს. ხო, ასეა და ესეც ძალიან რთულია, მე ფიქრობ. მე რისი აღნიშნული და ამის გადალახვა ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? მე აი თქვენთან აი ერთხელ ჩვენ რამდენიმე თქვენი თანაგუნდელი ჩაგვერთ გქონდა ჩვენ გადაცემა სეზონის ბოლოს თუ არ ვსვები და ანუ როგორ იგრძნობოდა აი გუნდურობა და მხარში დგომა ყველასი. დაუშვათ აქ ზოგი ადრე შემოვიდა სპორტში, ზოგი გვიან შემოვიდა, მაგრამ აქ არ არის ეს მეტოქეობა. ანუ ერთი გუნდი ხართ ყველანი, ერთი ორგანიზმი ვითახართ და ერთმანეთს ეხმარებით. შესაძლოა დაუშვათ აი არა მხოლოდ თქვენ სახეობას გულისხმობს სპორტის, არამედ აი ყველა თქვენთაგანს. და ეს აღსანიშნავია და ეს მინდა რომ აღნიშნო აუცილებლად და ნამდვილად ვფიქრობ რომ ესეც სამაგალითოა. ანუ აქ არ არის არანაირი ხო ხტები, ანუ სპორტსმენებსაც აქვთ ხოლმე რაღაც ეს ქიშპობის ელემენტი, მაგრამ თქვენ მომენტში ეს საერთოდ გამორიცხულია და თქვენი აი ეს გუნდურობა და თქვენი ერთმუშტად შეკრა არის მართლა სამაგალითო და შედეგი შესაბამისია კი. ეს სამი გოგო ერთმანეთის გარეშე ვერ წარმომდგენია და ახლა ხო მეოთხედ შემოგიერთდით. კი, მეოთხედ შემოგვიერთდა და ხო ჩვენ ერთმანეთის მიუხედავად იმისა, რომ ხო თქვა მე და გვანცა ერთ კატეგორიაში ვართ, არა, არ ვიცი შეიძლება რა სწორს ვამბობ, დაუცრებელია კონკურენციის მომენტი გქონდეს, მაგრამ იმდენად გვიხარია ერთმანეთის წარმატება, რომ თუნდაც ერთმანეთთან დაუმარცხდეთ, არა უშავთ. ჩემ მათზე მეტად ხოლმე ეს არის კიდე საინტერესო. მისი გამარჯვება მიხარია და ანალოგიურად და აბსოლუტურად გულახდილია. კი, რა თქმა უნდა. თუმცა ის იმას აღნიშნავს, რომ თქვენ არ ცდილობთ, რომ გაიმარჯვოთ. ხო, არა, ეგ რა თქმა უნდა, ეს სპორტსმენის წესია, რომ არ უნდა დათმო, არ აქვს მნიშვნელობა ვისთან არ უნდა დათმო. რა თქმა უნდა. ესე იგი, როგორი ესე ძალიან ფაქესი დეტალებია, ხო, აი საუბარში გამოიკვეთა და აი როგორი მართლა 1-2 ადამიანი კი არა, ძალიან ბევრი ადამიანია თქვენში, მაგრამ ერთი ადამიანია შეკრული. ნამდვილად და ეს მართლა სამაგალითოა. ძალიან ბევრჯერ ვამბობ ამ სიტყვას, მაგრამ დამერწმუნეთ რომ ეს ესეა და ჩვენი მსმენელიც დაგვეთანხმება რა თქმა უნდა. ფაქტია მიშა, რომ სულიერად და მორალურად ეს ადამიანები კიდევ უფრო იზრდებიან და როდესაც ჩვენ სხვების წარმატებებზე ვსაუბრობთ, კონკრეტულ შემთხვევაში ნინა როგორც პარასპორტსმენი, ესეთი წარმატებულია, აუცილებლად და გვახსოვდეს ისიც, რომ ამ ყველაფრის უკან ძალიან დიდი შრომა დგას, ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა, არა მარტო ფიზიკური, მორალური, გონებრივი ყველაფერი აქ ჩართულია და აი ამათ ფარიკაობას რო უყურებ, აი ვგრძნობ თითო ნერვი, თითო ძარღვი, როგორ ჩართულია ამ ყველაფერში, ამათ გულისცემა მესმის და ეს ნამდვილად ძალიან დასაფასებელია. დიდი მადლობა. ნინა, არ მინდა რომ ეთერიდან წახვიდე, რამდენიმე წუთი დაგვრჩა. მადლობა თქვენ. 2 წუთი დაგვრჩა. მომეცით საშუალება რომ ამ ყველაფერზე მესაუბრა, იმიტომ რომ ხო მართლა რთულია ამ სპორტსმენის უკან მართლა ანუ ეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური მომზადება, ანუ როგორ მიდიხარ აქამდე ამაზე საუბარი აუცილებელია და ჩემ შემთხვევაში თან მიხარია რომ ხელოვნებაზე და შემოქმედობითობაზე ვისაუბრეთ, იმიტომ რომ ხო ბევრ იცი რა მე მგონია რომ ყველა ადამიანს აქვს შიგნიდან, ყველა ადამიანი ხელოვანია ჩემთვის. რა თქმა უნდა. და ძალიან მინდა რომ აი ყველა ადამიანმა იპოვოს ის პატარა დეტალი, რაც უკვე ამ სულიერ სიმშვიდეს მიანიჭებს.
თქვენი ფარიკაობა კიდევ გაგონე ხელოვნებაა ნამდვილად. აი ნინომაც აღნიშნა რომ ისეთი კოხტა ლამაზი მოძრაობები და ძალიან ესეთი თუ კი არის დაძაბულობა რაღაცნაირ, მაგრამ დიდ ესთეტიურ სიამოვნებას იღებს და ესეც უკვე ჩათვალეთ რომ ხელოვნება, თუმცა ის რაზედაც ჩვენ დღეს უკვე სხვა ნინა გავიცანით, ესეც მნიშვნელოვანია და ფიქრობ რომ ეს ტანდემი როგორც შენაბობ ხოლმე ხელოვანი და სპორტსმენი ერთ ადამიანში გაერთიანებული, აი ეს ადამიანი ძალიან შორს წავა და ძალიან წინ წავა ორივე სფეროში და კიდევ ბევრ რაღაცეებში, რომელიც ალბათ აღმოჩნდება უკვე თქვენი იდეის სახით. და რა მაინტერესებს, აი მომავალში სათხედავ შენ თავს, ნუ რა თქმა უნდა, ფარიკაობა, მაგრამ დგება რაღაც ეტაპი, როდესაც სპორტს ანებებ, ხო, თავს, ნუ ასაკიც მოდის. კი. სად იქნება ნინა თბილაშვილი? ნუ რართული შეკითხვა დაუს, მაგრამ აუცილებელი. სპორტში ხედავ საკუთარ თავს, იმიტომ რომ ჩემთვის მალხას მესხი როდესაც გამოჩნდა, მე მან ცხოვრება შემიცვალა, მე შემცვალა მე თვითონ და მეც მინდა ვიყო სხვა ადამიანისთვის ეს ადამიანი, ამიტომ მე უფლება არ მაქვს ხოლმე ჩემი ისტორიით დავასრულო ეს ყველაფერი, აუცილებლად უნდა გავუზიარო და სხვასაც მივცე ამის შესაძლებლობა. ძალიან დიდი მადლობა აი ამ სიტყვებისთვის, აი მთელი ამ ეთერის, ასე ვთქვათ, დასასრული ეთერი შეიკრა აი ნინას ამ სიტყვებით. უღრმესი მადლობა. რა თქმა უნდა, ბედნიერ ცხოვრებას გისურვებ, წარმატებებს და დარწმუნებული ვარ, რომ მართლა ძალიან ბევრი ადამიანისთვის мотиваცია უკვე ხარ, იქნები და აი ესეთი ადამიანების შემდეგ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სხვებმაც თუნდაც ადვილად გაიარონ ის ეტაპები, ის წინაღობა, ის წინააღმდეგობები და აი ესეთი ადამიანები ჩვენ ცხოვრებას გვილამაზებენ. უსასრულოდ შემიძლია შენს საუბარი, ნინა, მადლობა. ნინა თბილაშვილი იყო ჩვენთან, ძველი რადიო კვლავ ეთერშია დროებით. ძალიან ემოციური იყო ჩვენთვის.